მშვიდობის სამეგობრებო, კვლავ იმყოფები ანსამბლ ჰერეთის სარეპეტიციო დარბაზში. დღეს ჰერეთი მასპინძლობს სომხეთის ქალაქ ერევნის ხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებს, სტუმრებს, ასე რომ დეტალებს და ამბებს მათ დამეგობრებაზე თვითონ როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები მოგვიყვებიან. მეექვსე წელია უკვე ჩვენი ანსამბლი დამეგობრებულია ხითარ სებასტაცის სახელობის სკოლა კომპლექტთან ქალაქ ერევანში და ჩვენ გასულ პროგრამით ვიღებთ სტუმრად სომხეთიდან აი ამ ლამაზ ბიჭებს და გოგონებს და ჩვენი ანსამბლის წევრებიც თითქმის ყოველწლიურად მივემგზავრებით სომხეთში აი ამ ლამაზ სკოლაში, სადაც ჩვენ დაუვიწყარ დროს ვატარებთ ხოლმე. კარგად მახსოვს ბატონმა ბლეანმა ასეთი სიტყვები მითხრა მე. აი ეს ხიდი, იმიტომ იდება ქართულ და სომხურ ბავშვებს შორის, რომ ესენი უნდა იყვნენ ერთმანეთის მეგობრებიო. ჩვენ ხო ვართ მეგობრები, მაგრამ ჩვენმა მომავალთაობებმა უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან, რომ ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა ქონდეს ქართულ და სომხურ ახალგაზრდებს. მე რინა შაგინიანი ვარ, მუშაობ ხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსში, ქალაქ ერევანში. იქ ვასწავლი უკვე მე-16 წელია ქართულ ენას. ერთადერთი სკოლა სასომხეთში, როდა დაიწყეს ერთ-ერთი უცხო ენა, ქართული დაიწყეს სწავლა ბავშვები. ჩვენთან არის არჩევით გაკვეთილები და უცხო ენა, როგორც ერთ-ერთი უცხო არის ქართული. კი, იქ სწავლობ სხვადასხვა უცხო ენებს, ფრანგული, ესპანური, გერმანული, თურქული და ერთ-ერთი ქართული ენა და ჩვენი სომხურ-ქართული ხიდები დაიწყო უკვე 2009 წლიდან. ჩვენთან ყოველ წელს 14 აპრილს ვაღნიშნავთ ქართულ ენის დღეებს და ამ დღეების ფარგლებში ჩვენთან ჩამოდის ანსამბლი ჰერეთი, როგორც მონაწილე და ქართული ცეკვის წარმომადგენელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სომეხი ბავშვებს ყავდეთ ქართველი მეგობრები და იცოდეს მეზობელ ქვეყნის, მეგობარ მეზობელ ქვეყნის ისტორია და კულტურა. მართალი ბრძანდებით. მადლობა დიდი. დიდი მადლობა თქვენ. Lucine Khachoyan, ხითარ სებასტაცում աշխատում որպես დიახ, ხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსში მუშაობ, მე ცეკვის მასწავლებელი ვარ. კი, დიდი მინდა ეგეთი სურვილი არის და სიამოვნებით ჩამოვალ ერთხელაც ლაგოდეხში და წარმოგიდგენ სომხურ ცეკვას. გოგოების ცეკვა, ცალკე ბიჭების ცეკვა, აი ეს ყველაფერი ჩანს ეროვნული, აი ყველანაირი მითი ნაბიჯი და ყველანაირი ისა ეს ჩანს რომ ეროვნულია და ძალიან მომეწონა. გამარჯობა. მე არეს ვარ. მე 12 წელისა ვარ. მე მიხვალ საქართველო, იმიტომ რომ ის ლამაზია. 4 წლის წინ პირველად ვიყავი სომხეთში, ცეკვიდან და მას შემდეგ 10 წელი არ გამომიტოვებია, რადგან იქ არის ისეთი გარემო და არიან ისეთი ხალხი, რომელიც ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებენ.
ხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსი და ვარდისუბნის საჯარო სკოლა დამეგობრდნენ და დირექტორმა გთხოვა ქალბატონმა მანანამ, რომ ჩვენი ბავშვები ცეკვის და ვარდისუბნის ცეკვის ბავშვები, რომლებიც ჩვენთან დადიოდნენ სტუდიაში, ერთობლივად წაგვეღო დადგმა ქართული ქორწილის. გავაკეთეთ ეს უცებ-უცებ, სხვათაშორის ერთ კვირაში მოხდა, არც კი ამისის, უკვე პასპორტები, ყველაფერი მზად ჰქონდა, მინდობილობები და სასწრაფო წესით მოგვიწია სრულიად შემთხვევით მე და კახას გაყოლა ამ ბავშვებთან და ჩასვლა ერევანში. ძალიან კარგი იყო ეს ჩვენი ქორწილი, მათი ქორწილი, აი ტრადიციები, ქართული, სომხური, ძველებური, აი ჩვენი წინაპრების ეს გავაჩერეთ. კი, კულტურული გაცვლა მოხდა. შემდეგ მქონდა ერთი წელი შესვენება, მერე უკვე ეს კოვიდი დაიწყო, რაღაცა გართულდა ყველაფერი და მერე მოხდა უკვე ჰერეთთან დამეგობრება. კონკრეტულად ჩვენ ასამთან დამეგობრდნენ და სხვათაშორის უკვე 6 ჯერ ვიყავით ჩასულები, მეოთხეთ არიან უკვე ჩვენთან სტუმრად. ესე და ყოველ წელს მივდივართ უკვე ქართული ქორწილით კი არა, უკვე ქართული ენის დღეზე. იმიტომ რომ აქ სკოლაში ქართულ ენას სწავლობენ და გვიწვევენ აპრილის თვეში, 14 აპრილს აუცილებლად უნდა ვიყოთ იქ. სოფო, მადლობა. მადლობა თქვენ. მეგობრებო, ჩვენ დაგემშვიდობებით, მალე შევხვდებით, დროებით კარგად გრძელდებოდეთ.